რომ გავიგე რომ ნეპალელი შეყვარებული იყოს და მით უმეტეს ეს ბიჭი რომ ნახე ნუ არ ვიცი რა იმიტომ რომ ჩემი სიძია მე ვფიქრობ უნაკლო ადამიანია თუ იმას ვიფიქრები რომ იყოს ჩემი შვილის და ყოფილიყო ჩემი შვილის მეუღლე ეს ადამიანი დახკანკალებს კიდე ეხლა როცა შვილი შეეძინათ და რაღაცა და მალე ექიმი გახდება და არაჩვეულებრივი სტუდენტია იქაც იმანაც 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა კარგი ოჯახი ყავს ნეპალში და ამიტომ არ ჩავრეულა ასკა ნეპალელს რა უნდა ეხლა ვიღაცამ თქვა ჩემ ახლობელმა და მეთქა კიდე ერთხელ იტყვი და ვეღარ მოხდა თუ ჩაიხედეთ აი ნეპალელების რაღაც ტრადიციებში ოჯახურ ტრადიციებში მამაშვილობაში მათ შორის ბუნებრივია არის რამე სხვაობა ან მსგავსება თუ მიიქცევთ ნიშო არათუ ჩავიხედე 4 დღიანი ქორწილი იყო ნეპალში შარშან ამ დროს იმიტომ რომ ჩემი სიძე არის დედის ერთა ჰიმანში ხო და იმან თქვა ეხლა ჩემმა ძახლებს შამდი ქვია შამდი ნეპალურად ხო და თოშოს სამხედროა ისიც ბაში ბევრი საერთო ინტერესი გექნებოდათ იქაც იციან ბევრი სტუმარი თამადა თუ იციან არ ვიცი თუ შედან პირველი ქორწილის პირველი ისეთი რიტუალური დღე გაწმენდა ხდება იქ წეს გადაავლებენ მე სურათები თუ გინდა გამოგიგზავნეთ იმანშურს და უნდა მოუხატონ პატარძალს და პატარძლის სტუმრებს სპეციალურად ლამაზად თითები და მთელი რიტუალია ეს იყო სახლის ეზოში მე მეორე დღეს იყო პატარა საქორწინო დარბაზია იქ უკვე იმათი რელიგიური მომენტი იყო, იქაური მამაო იყო მოსული და რაღაცა იმას აკტარებდა და ამ მეორე ქორწილის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ვიყავი მე, როგორც ძლის მამა და მეხურა წითელი ქუდი და ამასაც განახებ, რა იყო ამას რა შედიოდა, მაყარი რომ მოდის, რომელმაც სიძე მოიყვანა აქ და იქ ნანო ელოდებოდა. მოდით ფადნოსებზე ხილი აქვთ, ისმის ეს საყვირების ხმა აი თვითონ სპილო მოდის და სპილოს განასახიერებდა ჰიმანშუს ბიძა და შემჯდარი იყო ამ სპილოზე ჰიმანშუს ძალიან სასაცილო და საინტერესო სანახა. რა თქმა უნდა ნეირონულ ტანსაცმელში ვარ სულ ყველა. ფული უნდა აჩუქო ყველას კონვერტში ჩადებული. და რუპიებია რაც $1 ან $2 ეკვივალენტური და ეს ნამასტე უნდა უთხრა სულ ყველა. აი ესეთი რიტუალი იყო. მესამე დღეს მე მეგონა რომ ნახევარი დამოული პატარა ქალაქი ალბათ ხოლოს დაახლოებით 30000 კაცი ნახევარი დამოული დაპატიჟებული ყავდა ჩემს მძახლებს რა. ხო და ჩვენ ვდგევართ სცენაზე და მოდის ეს ხალხი ასე ჩაცმულიც, ისე ჩაცმულით ეთყო ჩემი მძახლები არ არჩევდნენ მათ ვინ უფრო წინასწარ მეთქეს ვაკ ნახავ ადამიანს მოვა ჩუსტებით შეიძლება მოვიდესო მაგრამ ეს ჩვენი ტრადიციაა და არაფერი მოდიოდნენ და ჩვენ როგორც ჩანს დავაგვიანეთ და რო დავაგვიანეთ იმის შემდეგ 5 საათი გაგრძელდა ეს ცერემონია და მე დიდი პურმარი ოღონდ ალაფუშე 5 საათი გაგრძელდა მოლოცა რომ მოდიოდნენ მოლოცა მოდიან და სხვადასხვა ფერად ლენტებს კიდებენ ზოგი რაღაცას ჩუქნის გესმის შენს რაღაცას იმაშები საჩუქრებს ჩუქნიან სიძეს და პატარძალს განსაკუთრებით და თქმა უნდა ჩვენ შევხვდა რაღაც სურები გვაჩუქეს რაღაცა მოკლედ რაღაც დიდრული არაფერი დიდრული თუმცა პატარძლის აღკაზმულობაში და ამ საპატარძო კაბებში იყო ძალიან ბევრი ოქრო და ნანოს უთხარით საქართველოში არ ჩამოიტანოთ ხილა. ვეხმარ რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, მაგრამ ეს მესამე ქორწილის ის ხო ძალიან დამღლები, ძალიან ბევრი ხალხი იყო და მართლა მამ ვაშკაცურად და კაცურად სვამდნენ და ზოგი ძალიან მაგრად დათვრა კიდევ. დასავლე უყვართ. ვისკი, ღვინო, სვამენ მაგრამ ისა რა ქვია მალეთრებიან. ჩვენგან განსხვავებით. იმედია იმათაც არიციან ჩვენგან განსხვავებით ჩხუბი ქორწილში. არა, ძალიან მშვიდობის მოყარე ხალხი. ძალიან მშვიდობის მოყარე ხალხი და მეოთხე დღეს რადგან ნანოს ბევრი მეგობარი ჩამოვიდა ევროპიდან, საქართველოსდან, ვალდორფის სკოლა დაამთავრა და იქიდანაც იყვნენ მისი მეგობრები, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ვენაცვალე მაგათ. ნანოს ნაცვლიები ოჯახებით. ჩემი მეგობრები ჩემი ყობალაძეები, მთელი ოჯახი 6 კაცი ჩამოვიდა ულამაზესები. ჩვენთვის კიდე ცალკე იყო ევროპულად და ეს. ხო და ლელას უთხარი კაცო ეს რა ვარ ხა საპასუხო ქორწილი თუ დამეკისრა მე უთხარი ეს უმშევარი კაცი ვარ თან წამოსული ვარ რადიოდან რა უნდა გააკეთო და გადამარჩინა შვილიშვილი რომ დაიბადა. ეხლა იოლად გამოვალ ძეობით.